გამოძიება დაწყებულია ასევე პაპუნა ლოცულიშვილის მიმართაც პოლიციელზე ძალადობის მუხლით. მისი ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით არის დაწყებული გამოძიება და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ლოცულიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. შეგახსენებთ, ამ საქმეში ლოცულიშვილს აქვს ბრალი წარდგენილი. მინდა გჯეროდეს, რომ მინისტრის მოადგილის ეს განცხადება განპირობებულია იმით, რომ მინდა ვიფიქროთ ასე, რომ უბრალოდ შეცდომაშია იგი შეყვანილი, ვინაიდან მის მიერ გაკეთებული განცხადება სრულიად საწინააღმდეგოა იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არის დადგენილი. სისხლის სამართლის საქმეში მოგეხსენება ჩატარებული არის ათობით საგამოძიებო მოქმედება და დღეს მდგომარეობიდან სტარდება გამოკითხული არიან დაზარალებულთაგან ერთ-ერთი, ჩატარებული არის ექსპერტიზები, ამოღებული არის ვიდეო მასალები, გამოკითხულები არიან ის პირები, ვინც ვიდეო მასალა გადაიღეს და ასე შემდეგ და ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქმის მასალების მიხედვით იკვეთება, ცალსახად გამორიცხავს რომელიმე ეპიზოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მხრიდან რაიმე ფორმით განხორციელებულ ძალადობას, მით უმეტეს რაიმე საგნით